სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის კიდევ ერთ საქმესთან დაკავშირებით დაიწყო. სოფო ბერიძე გვეტყვის უფრო მეც პირდაპირ ეთერში. საქმე ბაჩო ახალაიას მიერ სასამართლოში გაკეთებულ განცხადებას ეხება, რომელსაც სხვათა შორის სოციალურ ქსელში მისი მეუღლე ტირაჟირებს. ამ აუდიო ჩანაწერიდან კიდევ ერთხელ მოისმენთ ახალაიას რეალურ სურვილებს და კიდევ ერთხელ გაიხსენებთ მის რეალურ სახესაც. ახალაია ყველა გზებით ხელისუფლების დამხობის აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი განცხადების მეორე ნაწილი. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ყველაზე ოდიოზური ფიგურა და სისასტიკით ცნობილი ყოფილი მინისტრი ქართული ოცნების წარმომადგენლებსა და მის მხარდამჭერებს შურისძიებითაც ემუქრება. მე ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი. დასამხობია ყველა შესაძლო გზით. თუ დაჭირდება ძალა, დასამხობია ძალა. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ეს არის ერთადერთი გზა. ჩვენ ივანიშვილს დავამხობთ. აუცილებლად დავამხობთ. სამართლიანი შურისძიება იქნება ის, რასაც მოიტანს ამ ხალხისთვის. ჩაგროლის წინააღმდეგ ბუნებრივია ახალაიას ამ განცხადებასთან დაკავშირებით უკვე ვისმენთ პოლიტიკურ შეფასებებსაც. ქართულ ოცნებას ახლა ერთი მთავარი სათქმელი აქვს: ნაცი ნაცობას არ მოიშლის. როგორც არჩევნების შედეგად მათ 10 ჯერ აქვს საქართველოს ხალხისგან უარი ნათქვამი და ამავდროულად ნებისმიერი ფორმით რევოლუციის მოწყობა 5 ჯერ არის უკვე აღკვეთილი. მათი წარმატების მინიმალური შანსიც კი არ აქვს. ამავდროულად განცხადებები კვლავ გრძელდება რევოლუციებსა და დამხობასთან დაკავშირებით. ამ საკითხის შესახებ სამართალდამცავებმა უნდა გასცენ პასუხი და შეფასება მოახდინონ, არის თუ არა ყველაფერს დანაშაულის ნიშნები. ზოგადად ნაცირებ თავის ნაცობას არ მოიშლის, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ყოველდღიურად წმუნდება საზოგადოება. პირდაპირ აღიარებს, რომ თანამონაწილეა იმ პროცესისა, რასაც დამხობის მცდელობა იყო ხელისუფლებისა საქართველოში. რა თქმა უნდა, იმასაც ადასტურებს, რომ მას თავის შეხედულებები, არამხოლოდ შეხედულებები არ შეუცვლია, არამედ თავის ქმედებაშიც იმავე ნარატივს მიყვება და იმავე საქმიანობას მიყვება, რასაც აქამდე აკეთებდა. ეს არის დესტრუქცია, ეს არის კონსტიტუციის მიღმა მოქმედება, ეს არის კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები. ფაქტი ეს არის, რომ არაფერი მას არ გადაუფასებია, არაფერს ცხოვრებაში არ ნანობს, რაც გამოკეთებია აქამდე და ისევ იმ განწყობაზეა, რომ ამ რადიკალიზმით და ამ ძალადობით გააგრძელოს საქმიანობა. ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმეზე სუსში გამოძიება უკვე დაწყებულია. საქმე 317 მუხლს ეხება, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს. მადლობა სოფო, ეს სოფო ბერიძე იყო.